დავბრუნდით, ისე ვაგრძელებთ თემებს და ჩვენი ფაქტობრივად უკვე თანაწამყვანი სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი არის ჩვენთან სტუმრად და თიკა თემას ვაგრძელებთ სწორია თუ არა წინასწარ შეგროვება მზითების და ძალიან ბევრი სახეობა ჩამოთვალეთ ჩვენ რა შეიძლება ადამიანმა აჩუქოს გაატანოს ასე ვთქვათ მზითად არის რაღაცა რაც მართლა არ შეიძლება ფეშუის მეთოდით. და ამით რაღაცნაირად ბეცხო არ ვკეტავ წინასწარ მომზადება. არის ხომ რომ ბავშვი სანამ არ გაჩნდა მანამდე არ უნდა იყიდო რაღაცა და ამ შემთხვევაშია სხვა არის ბედის ჩაკეტვა. ყველაფერს აქვს თავისი შეგნებული ასაკი. და პერიოდი, როდესაც შეიძლება უკვე მსგავს რაღაცებზე ვიფიქროთ, როგორც კი დაიბადება, არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ მზითების შეგროვება დავიწყოთ და ამით სიძველის ენერგიით დავკეტოთ მისი არსებული ენერგეტიკა. ასევე მისი გემოვნება როგორც ყალიბდება იმის და მიხედვით ყველას არ უნდა დღეს განსაკუთრებულად თანამედროვე ცხოვრებაში ყველას არ უნდა შენი მადონას სერვისები ურჩევნიათ თუნდაც მოგზაურობის ბილეთები. თიკა მაპატიერა ჩაგეკითხები ნახე ენერგია ჩაუკეტოთ მზითვის შეგროვებით. როდიდან უნდა დავიწყოთ შეგროვება მაშინ? აი რამდენი წელი შეიძლება რომ ვაგროვოთ? რამდენი ხანი არ იკეტება? როდესაც უკვე ზუსტად აი სრულწლოვნების ასაკი ეწყება და დამოუკიდებელი ცხოვრება ეწყება პლანეტარულადაც და რეალურადაც. ადამიანის ეს არის შეგნებული ასაკი 19-20 წლიდან. აქედან შეიძლება უკვე მისი თანხმობით რა თქმა უნდა. ხომ შეიძლება მანამდე უკაცრავად და ვიღაც გადაწყვიტოს რომ მანამდე გათხოვდეს. სადამდე არასრულწლოვნება. ხო, რატო არ მოხდა ჯერ თუ რა ვიღაც გავს თემას მე არ განვიხილავ. მაშინ მშობლები გაბრაზდებიან და საერთოდ ძიც არ გაატანენ ამ შემთხვევაში. საერთოდ არ ჭირდებათ მაშინ მზითები, მე ესე ვფიქრობ. და ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ყველაზე კარგი ვარიანტი ის არის, როდესაც ადამიანს ვატანთ ბედნიერება, რასაც მოაქვს და ჩვენ ვთვლით, რომ ის ძალიან კარგ ხელზე მოვიხმარეთ, ან თვითონ ასოცირდება ძალიან კარგ ბედნიერების ენერგიებთან. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეიძლება პირობითად იყოს მიქსერი, ისე ვამბობ, მაგრამ ამან მე ძალიან დიდი ბედნიერება ბიზნესი მომიტანა რა. აი შეიძლება ეს გავაკეთო. შეიძლება ჩვენ რაღაცა ჭიქაც გქონდეს, რომელიც აღნიშნავდეს მაგალითად, როდესაც ეს ადამიანი დაიბადა, მაშინ დალიეს იქიდან საპირალი სადღეგრძელო და მის ბედნიერებას დაუკავშირონ. ესეთი მსგავსი თემატიკა ძალიან კარგად მუშაობს ენერგეტიკულადაც და გაშვებული ენერგიებით. 18 წლიდან სრულზოვანო გახდება, მე ვიწყებთ. მაშინ პირიქით შევაბრუნოთ, ახლა კითხვა მაგალითად 18 წლიდან დაიწყო მშობელმა შეგროვება, მაგრამ ძალიან გვიანო ასაკამდე არ დაადგა. ამ შემთხვევაში შვილი ადამიანს რო გათხოვდით. ამ შემთხვევაში როგორ ხდება? ხომ აგროვებს ენერგიებს იგივე არ უნდა დავკეტოთ ენერგიებით. ეს დაგროვილი ენერგიები, რომელსაც სახელს ვარ. რომ ეს ნეგატივი არ ესა უქნათ, გადავდოთ ამ შემთხვევაში ნივთებს. არ უნდა იყოს ეს მაშინ ჩალაგებული და უნდა იყოს უფრო დღის შუქზე გამოლაგებული ნივთები, რომ არ კონდეს ჩაკეტილობა. ანუ სკივში არ უნდა იყოს ჩაკეტილი. ზე არის საუბარი და ეხლა უკვე აღარ ხდება როგორც იყო მაგალითად ჩემი დიდი ბების პერიოდში ან ბების პერიოდში, როდესაც საბნებს და ბალიშებს და საკუთარი ხელით კერავდნენ. სხვათა შორის ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როდესაც ესენი კერავდნენ და მას არ ქმებდნენ სახელს. მაგალითად ჩემი დიდი ბებია მახსოვს რომ თავისით აკეთებდა ბალიშებს კერავდა და სულ არ ქმებდა რომ ეს ამისთვის იქნება, ეს ამისია და ყველასთვის და ეს თავისი ენერგია ქონდა ჩადებული, იმიტომ რომ ილოცებოდა სულ და იძახდა რომ ბედნიერება მოუტანი, წარმატება მოუტანი, კეთილდღეობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ეხლა ცოტა შეცვლილი არის ეს ყველაფერი. არის რაღაცა რაც არ შეიძლება რომ ზეთებში. ნახეთ, ხშირად ვჩუქნით ჩვენ ოქროს და შეიძლება ვაჩუქოთ, რომელსაც ვთვლით, რომ ეს არის რელიკვია ოჯახის, იყოს ან დიდი ბების, რომელსაც მერე მეუღლე გარდაეცვალა, მეორე მსოფლიო ომში და მსგავსი თემატიკით. ქვრივის ნაქონი არ არის კარგი. შეგვიძლია ვაჩუქოთ, მაგრამ მისი ტარება არ იქნება კარგი და ეს როგორც რელიკვია ესე შევინახოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ნივთები განსაკუთრებით ძვირფასი, ოქრო და ვერცხლი იმახსოვრებს ენერგიას და იმ განცდებს, რომელიც გადაიტანეს იმ ადამიანებმა. მაგრამ ადამიანმა, რომელმაც ძალიან კარგად იცხოვრა, ბევრი შვილები და შვილიშვილები ყავდა, ბედნიერი იყო ის თავისი ცხოვრებით და კმაყოფილი იყო,
ეს ნივთები ძალიან კარგი არის, ზუსტად რომ როგორც მზითვები ვაჩუქოთ და მარტო მზითვებში არა, ისედაც ადამიანისთვის დადებითი სულტანია. წმენდა, ენერგეტიკული წმენდა, ეს იქნება სანთლით, იქნება თუ მარილით, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შენ გვეტყვი. აი არის რომ მაგალითად ძალიან ძველი თებში მაქვს მე. რომელიც თაობიდან თაობაზე გადმოდის. ამ შემთხვევაში ის თებში არ ვიყენებ, არც კედელზე არ დამიკიდია, მაგ შენახული. რას ვაკეთებ? აი რო შევხედავ, რაღაცა ძველებურია, მაგრამ აი რას ვაკეთებ? გული არ მიგდის. ხო. ძალიან კარგი არის საკმეველი, მაგალითად, ან სუნელოვანი ჩხირები, რომელიც წმინდავს, მაგრამ ჩვენი ქვეცნობიერი ძალიან ჭკვიანია და როდესაც მას ხედავს, ის გრძნობს. განსაკუთრებით სენსორიკ ადამიანებს აქვთ ეს, ყველასთან არ მუშაობს, ზოგისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივად გამოიყენებს. თუ არ გიშვებთ, არ არის საჭირო. გასაგებია. რა არის აუცილებელი რაც უნდა გაითვალისწინოს დედამ შვილთან მიმართებაში, რა არ უნდა აჩუქოს კატეგორიულად, რაც იკრძალება მზითევში დედამ ქალიშვილს. არის რამე ასეთი? ასეთი რამე ნამდვილად არ არის, აკრძალვა არ გვაქვს. არანაირი, იმიტომ რომ დედას ყველაზე კარგი და საუკეთესო უნდა განურჩევლად სქესისა შვილისთვის და საუკეთესოს არჩევს და დედობა ზუსტად ის არის, როდესაც შენ საკუთარს არ იტოვებ და აძლევ მას თუ რამე გაგაჩნია და რა თქმა უნდა უნდოდეს მეორე მხარეს. ძალიან ხშირად მე მქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც არ აქვს სურვილი და უბრალოდ არ მიაქვს, არ მინდა, არ ვიხმარ და არ მინდა, ნუ მაჩუქე. თუ არ უნდათ, ნუ დააძალებთ, იმიტომ რომ ეხლა უკვე სხვა ცხოვრება არის მოსული და სხვანაირად უნდათ და რაც ადამიანებს მოუტანს სიამოვნებას, იგრძნობენ რომ გამოიყენებენ. მაგალითად ეხლა უფრო დაფასდა მე მგონი ეს ფაიფური და ბროლი, იმიტომ რომ ძალიან ჩაანაცვლა ხელოვნურმა შუშამ და ის იმდენად გამოუყენებელი არის და არასასიამოვნო. ამას უკვე გრძნობენ. ამიტომ დაფასდა ეს რაღაცები და აქეთ ითხოვენ. და რამდენადაც ვიცი ბროლს ენერგეტიკული დატვირთვაც აქვს, იმიტომ რომ მზის შუქი როდესაც ურტყავს ულამაზეს, ასე ვთქვათ, ცი ენერგიას უშვებს. ის წმინდა საერთოდ ჩვენს გარემოში. თავისი ლამაზი ბურთებით ადრე იყო ჩეხური ბროლის ჭაღი. ეს იყო ყველაზე კარგი რამ, რაც დღემდე არის სასახლეებში, იმიტომ რომ მასში, როდესაც ეს განათება სხივებს გაუშვებს, ის ყველა ადამიანთან პატარა ვარსკვლავს ჩააგდებს. და როდესაც მზე ურტყავს და სხივებს გაუშვებს, მართალია. იმიტომ რომ მე ცოტა ბროლის ბურთებიც კი მეკიდია, იმისთვის რომ ენერგეტიკულად ძალიან კაია. აუცილებლად უნდა კითხოთ, იკა წიგნი, რომელიც აი ძველი წიგნები, ხო არის, აი მე არ საუბრობ ხელნაწერ რეცეპტებზე, ძველი წიგნები, რომელსაც თავისი რაღაცა ფერი აქვს, სურნელი აქვს, თავისი ისტორია აქვს, შეიძლება სახში შეტანა ამისი? თუ ჯობია იქ იყოს, ანუ გადავეცი მე ჩემს შვილს. ნახეთ, თუ ეს არის ძალიან ძვირფასი, შეგვიძლია ბიბლიოთეკას მივცეთ, თუ სახში ვერ ვაჩერებთ. თუ მოხმარებაში იქნება და ჩვენ მას მოგვიტანს სიამოვნებას და მას უფრო დიდ სიძველეს თაროზე არ შემოვდებთ, ამ შემთხვევაში გამოყენებისთვის ძალიან კარგი არის და თუ ისევ თაროზე უნდა შემოვდოთ, ის უფრო გავაფუჭოთ, ამით ენერგეტიკულად ბევრ რაღაცას ვკეტავთ. აი მაგითო ვიკითხე. ჯობია რომ ადამიანებმა გადაშალონ არის ესეთი უნიკალური წიგნები და გადაშალონ და ნახონ. უღრმესი მადლობა, თავარი ის არის ის რომ რასაც ჩუქნი აჩუქო დიდი სიყვარულით. რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან დიდ სიყვარულს ჩუქნით ჩვენს მაყურებელს და ხვალამდე ვიმშვიდობებით. ბედნიერად.